Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ამჯერად სოციალური თემატიკიდან მე ჟურნალისტი ნათი ამაზანაშვილი ვარ და რა თქმა უნდა მაყურებელს აქვს საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში ნომერზე 557-98-95-88. შემოგვიერთდა მსახიობი ასმათ ყაბლაძე, როგორც დავაანონსე, მოგესალმებით ქალბატონო ასმათ, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან გადაცემაში. დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე გვიწევს საუბარი და აუცილებლად შემოგვიერთდება მაყურებელიც. ქალბატონო ასმათ, პირველ რიგში მინდა გკითხოთ ამ განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის შეერთებას და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი პროტესტია საზოგადოებაში, ყოველდღიურად მიმდინარეობს აქციები ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმებს, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს? პირველი რეფორმის დროს წინა მთავრობამ დედასაჩუქა და ეს თუ ამას თუ რეფორმა ქვია, არ ვიცი და ეხლა კიდევ არ ვიცი მე შენობების გაყიდვა უნდათ, ყველაფერს ყიდიან. ყიდიან ისეთ ახლობლებზე ყიდიან, უცხოელებზე ვითომ ყიდიან თუ რა შვებიან, არ ვიცი. ეს სამშობლოს გაყიდვა, ის შენობები აშენდა ისე დროს და ისე კარგად და ისე ზღაპრულად, რომ იმის ხელისხლება და ვიღაცის ხელში გადაცემა არ შეიძლება. არ შეიძლება ტაძარი გაყიდვა, ეს ტაძარია. ტაძარია უნივერსიტეტი, ტაძარია ყველა ინსტიტუტი. და საერთოდ რომ გადაარქვეს უნივერსიტეტები დაარქვეს, ჩემი ინსტიტუტი, მე რაც დავამთავრე, იყო თეატრალური ინსტიტუტი. დიახ. ეხლა უნივერსიტეტი, რა ვითომ უნივერსიტეტი რომ დაარქვეს, ამას რეფორმა ქვია? რეფორმა შიგნით უნდა მოხდეს. უნდა კარგი სპეციალისტები იყოს, ეს იმდენ ფულს რო ახსოვინებენ სტუდენტებს, რომ ვეღარ სწავლობენ და ვეღარ დადიან ინსტიტუტში, ეს არ არის რეფორმა. რეფორმა არ არის, რომ ფულით უნდა მოხვიდე. მე იქით მაძლევდა სახელმწიფო ფულს. 100 მანეთს ლენინის სტიპენდიას, რომ მაშინ ლენინი ერქვა და რა ვქნათ ახლა რა. ეგრე იყო. რომ მადლობთ, კარგად სწავლობო და სახელმწიფო მე მიხდიდა ფულს. მე კი არ მართმევდა ფულს, მე მიხდიდა. ამიტომ მე ვცდილობდი რომ მაქსიმალურად კარგად მესწავლო და მაქსიმალურად ყველაფერი კარგად გამეკეთებინა. იყო მერე მეორე სტიპენდიები, იყო მარჯანიშვილის სახელობის, ახმეტელის სხვადასხვა ისენი იყო, ისოთა ნაკლები თანხა იყო. იმასაც ყველა ცდილობდა რომ მაქსიმალურად მიეღო და ყოფილიყო. ეს ამას თუ რეფორმა ქვია, რომ ამ გაჭირებულ ხალხს, ამ პენსიის მქონე ხალხს, ამ სოციალურ მდგომარეობის მქონე, ამ გაჩერებულ სოფელს, გაქცეულ ხალხს ახდევინო კიდე უამრავი თანხა სწავლაში. ვიღაცა წერდა იმ დღეს, მაშინ ქთამი იყო 5 დედმამიშვილი ვარ ჩვენ. 3, 1 ძმა და 4 და 5-ვემ დავამთავრეთ უნივერსიტეტი, ინსტიტუტები. მე 2 დიპლომი მაქვს, ერთი მუსიკალური, ერთი თეატრალური. არც ერთს არ დაგჭირები არსადა, არც ქთამი, სადა ქონდა ქთამი, ვის ქონდა ჩემ მშობლებს, სად ქონდა ის თანხა, რომ ქთამი მიეცათ. უპატიოსთესი ოჯახიდან ვართ და არაფერი საქთამო არ ქონდა. ყველამ ვეცადეთ, ისე ვისწავლოთ, ისე ჩავაბაროთ, რომ ჩავირიცხოთ და მე ვისწავლოთ კარგად. არ დავამთავრე წითელ დიპლომზე. ამაში მე სახელმწიფო რაში გვჭირდებოდა ქთამი, ისიც ვისჭირდა, ეხლა სჭირდება იმას, ქთამი კი არა, ამას. ეხლა რა დაარქვეს ისი ქთამს. ის პოლიციელები კი არა, მილიციელები რო იყვნენ მაშინ პატნისენი, ინსპექტორი ერქვა. რო გააჩერებდა, მე არასოდეს არავის არ გაუჩერები ვარ, მაგის გამო და არავის თვახ არ მოუთხოვე, პირიქით პატივისცემით ხდებოდა ყველა. რომ რაღაცა სამანეს თუ 12 პატარა ხელფასი ქონდა აჩუქებდნენ. ეხლა რამხელა ჯარიმაა. შეადარე მაშინ ხელფასს ის რაღაცა საჩუქრად ისიც ის იყო, ის ყველა კი არ იყო და ყველას კი არის. იძულებით ის იყო ეგ ყველაფერი, რომ დაბალი ხელფასი იყო რაღაცა, სხვა რაღაც სიტუაცია იყო. ეს უნდა გამასწორებული იყო. ჯარიმა რამხელა. მე მაქვს პენსია, ესე 14 წლიდან მუშაობ. კი. 14 წლიდან დღესაც. გადაღებაა, ისაც მუშაობა რა არის, ფილმის გადაღებაა თუ სერიალია თუ რა არის, ყველაფერს. და აუცილებლად მინდა ვთქვა ქალბატონო ასმათ, რა პრემიერა იყო რამდენიმე დღის წინ, სიცოცხლიდან სიცოცხლემდე ბექა სიხარულიძის, რომელიც იყო აი მართლა ბრწყინვალე ფილმი, მე დაგირეკეთ კიდეც როგორც ნახე, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა და ძალიან კარგად თამაშობთ. აი მართლა საოცარი ფილმია და აუცილებლად უნდა ნახონ ადამიანებმა, იმიტომ რომ დღეს
ასეთ ფილმებს არავინ აღარ იღებს. და მე როგორც ვიცი, ამ ფილმმა ძალიან ბევრი გამარჯვება ძალიან ბევრი. 12 იმაში მიიღო მონაწილეობა, 12-ში. სხვადასხვა ქვეყნებში, იტალიაში, ინგლისში, ამერიკაში, სამგონი საფრანგეთში. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 12 ნამდვილად. და 12-ვეში მოიგო. კი. და ქართველებმა დაფასება არ იციან ქართულის. აქაც უნდა დაფასდეს იმ დონ, მაგრამ ციტირე მაყურებელი გაფასებს. აქ უამრავმა ხალხმა დამირეკა, რომ ფილმი მოეწო იტალიურ, მეგონა იტალიურ ფილმს უყურებდიო, ის კაი ფილმები როა იტალიური ყველა კი. აი ძალიან კარგი ხარისხით და ძალიან კარგი აი რეჟისორობით. მე მგონი ბექა იყო რეჟისორი, ხო? ანუ ძალიან კარგად იყო გათვლილი ყველა დეტალი, სად როგორ უნდა ყოფილიყო. რაც ხდებოდა 90-იან წლებში, ყველაფერი. ზუსტად ეს ვინც არის ის ვერ მიხვდება და ვინც ვიცით და განვიცადეთ ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ჩვეულებრივად მოიტანა. მე ბეკას მინდა აქაც მადლობა გადაუხადო და რაში, გარდა იმისა, რომ გათამაშა როლი და ეს გათამაშა თავის დედის როლი. ეს დედის ის არის პროტოტიპია დედის ამ ფილმში, ჩემი როლი. და დედის როლს, რომელიც ესე ძალიან უყვარდა, რომელსაც მიუძღვნა ეს φιλმი. ეს აქ გათამაშა შენი და რამდენად საპასუხისმგებლო იყო ძალიან და ისე მიხარია რომ თან წარმატება იყო და რა მითხრა იცი ბექამ რომ სადაც გქონდა ფილმი და სადაც გავიდა ყველა მიკითხა თქვენზეო რომ ეს მსახიობი ვინ არის მოგვეწონა და ქალბატონი ასმათ ყაბლაძეა რომელმაც მართლა საუკეთესოდ ითამაშა ამ ფილმს და გიერთდებით მადლობა ბექას აი ამ ფილმისთვის და მადლობა რომ აი ეს საქართველოს სახელით იყო და მართლაც უნიკალური ფილმია კი ბექა დიდი ქართველია მე ამერიკაში კი ბატონი გივი სიხარულიძის შვილი მაყურებელს რომ განვმარტოთ და ბატონი გივი იყო ფილმშიც მამა კი ფილმშიც მამა ჩვენ მეგობრები ვართ მე და გივი დიდი ხანია ხალგაზრდობიდან ერთი თაობა ვართ თებერვალში ვართ ორივე დაბადებული ორივე 25-ში ჩემი დაბადების დღე 28-ში გივის დაბადების დღე ისე 3 დღის განსხვავებაა და ნუ მისმა შვილმა რომ ესეთი დიდი პატივი გარდა მაგისა რომ ეს ფილმში გადამიღო მე ვიყავი ლოს-ანჯელესში სტუმრად ჩასული რომ იყავი ისე მიმასპინძლა და ისე ის არაჩვეულებრივი მე ვიცი რომ თქვენს მეგობრებთანაც არ წახვედით იმიტომ რომ აღარ გქონდათ სურვილი კი იმ ჩემ მეგობარით დაპატიჟა რა თქმა უნდა მე და ნუ საოცარი პატივი გქცა არაჩვეულებრივი გარდა იმისა რომ ნიჭიერი მსახიობია ნიჭიერი რეჟისორია კარგი პიროვნებაა კარგი მამა კარგი შვილია და კარგი მეგობარი რა თქმა უნდა და აი ეს პერიოდი ძალიან ბევრი რთული პერიოდი გაქვთ გამოვლილი ცხოვრების მანძილზე და გინახავთ ყველა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები და ასევე ძალიან დიდი გაჭირვება გაქვთ გამოვლილი იმ ახალგაზრდობას გულისხმობ რომელზეც თქვენ ისაუბრეთ ქალბატონო ასმათ ძალიან ბევრი რამ გაქვთ ნანახი აი დღეს რაც ხდება ხელისუფლებაში ხომ აი რას ეტყოდით მაგას გეუბნებოდით რო ყიდიან და ისა და ესეთი რეფორმა არ არის ე გაყიდვა სახელის გადარქმევა ამოღება სწავლიდან ყველაზე საუკეთესო ქართული წიგნების და ქართული ისტორიის და ქართული ყველაფერი ქართulis ამოღება და რაღაცა გაევროპელება თუ გაუცხოელება ეგ როგორ შეიძლება აი ხა გავრცელდა ინფორმაცია რომ ცხეთაშიც გაყიდულა თურმე მიწები ეს თუ მართალია მე ჩემი აზრით დასასჯელია გამყიდველი, ვინც ეს გააკეთა. გინდა იყოს კერძოპირი, გინდა იყოს სახელმწიფო მოხელე. სულ ერთია ვინ. კარგით ხალხო, რა მოგივიდეთ ამ ფულის გულისთვის, რატო გადაირია ეს ხალხი, რა არის? თუ მარტო სტომაგზეა ლაპარაკი, რას შეჭამდა, რას ჩაიწმევდა, რას აჩვენებს, სხვას ვირა მაგრა ცხოვრობ. რა არის? ხო მოკვდავი ვართ ყველა. აბსოლუტურად ყველა ისე სხვათა შორის ასაკს ნუ შეეხებით ხოლმე, იმიტომ რომ მწიფესესორდნენ, ყვახეციო და ფრთხილად იყავით ზოგიერთები ამ ასაკთან დაკავშირებით. და ის მინდა ვთქვა რომ გაჩერდით საქართველოს მიხედეთ. აი არაბების წინააღმდეგ აი ამ მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ ფართო მასშტაბიანი აქციები ქალბატონო ასმათ. თუმცა იცით რა მაოცებს რომ როდესაც ხელისუფლება ხედავს რომ ადამიანები არიან წინააღმდეგი, ხო? აი თუნდაც ამ ეგრეთ წოდებულ განათლების, თუნდაც ახლა დაანონსეს რომ ჯანდაცვის კუთხით იქნება რეფორმები, თუნდაც ამ არაბებზე, თუნდაც ამ გაყიდვებზე როდესაც ხედავს რომ ხალხი არის წინააღმდეგი, უკან რატომ არ იხევს? უკან დახევის გარდა
ამ ხალხში არის ნიჭიერი ადამიანები ძალიან ბევრი. დიახ. გარდა იმისა, რომ კარგი ქართველები დიახ, არიან, დიახ, პატრიოტები დიახ, არიან კარგი სპეციალისტები. აქედან რომ მეცნიერები, საქართველოს მეცნიერები ყველა საოცრებაში ღებულობდნენ მონაწილეობას. ატომშიც მიიღეს, ატომის რომ გააკეთა საბჭოთა იქაც ყველგან, კოსმოსზე ყველგან მიიღო ქართველმა მეცნიერმა მოღვაწეობა და ყველგან პირველი ადგილი დაიკავა ყველა მეცნიერების ყველა დარგში. არაჩვეულებრივი ინჟინრები, არაჩვეულებრივი მეცნიერები. რატო სპობთ ამას? ამათ რატო არ ეკითხებით არაფერს? რატო გონიათო თქვენ ყველაფერი იცით? არაც არ იცით ყველაფერი. აბსოლუტურად არ ახართ ამაში მართალი. თქვენ თუ საზღვარგარეთ დაამთავრეთ ოქსფორდები და კემბრიჯები, ეს იმას აღნიშნავს, რომ ჩვენ ვინც აქ დავამთავრდა, ვინც აქ ვისწავლეთ, ჩვენ არაფერი ვიცით და თქვენ ყველაფერი. მე მარტო ინგლისური არ ვიცი თქვენგან განსხვავებით. ძალიან ბევრი თქვენზე უკეთესად ვიცი, რა არის კარგი და რა არის მათ შორის ცუდი. ბიზნესის მართვაც მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამე ვიცი. მეც და სხვამა სხვათა შორის რომ კარგი და ცუდი ჩემი ქვეყნისთვის მე ვიცი რომ რა არის კარგი და ცუდი. აი ამაში შეგეჯიბრებით. სხვათა შორის იმ წარისის ველზე 300 არაგველია მათ დახოცილი მათ. ერთი ჩემი წინაპარი იყო. და მაგ ყველანაირი უფლება რომ პროტესტის გამოვხატო და დავდგე კიდევაც იქ და ვიყვირო რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს იმათ ხელში, ვისაც ებრძოდა ის ხალხი და ვისი სისხლით დაიღარა იქ. რა მიხედეთ ამას? მე არა ვარ ის ადამიანი რომ აი ვლანძღო ვიღაცა, რაღაცა ცუდი უშვერად დაველაპარაკო. ეგ არ ამჩვევია და მეთმა დამიფაროს. არც მომწონს ამას ვინც აკეთებს. დაწერენ იქ რახან აუღიათ ხელი და თავის სახელს და გვარს არაცხადებენ. ყველაფერს უფლებას ანონიმურად ყველაფერს უფლებას აძლევენ თავიანთ თავს. სამარცხვინო ამბავია ხალხო ამას რო აკეთებს. ქართველები ხართ, გაარებეთ თავი ამ სხვა თემაზე ყვირილ და ძახილ. საქართველოს თემაზე ისაუბრეთ. საქართველოსზე ისაუბრეთ. არ გაიყიდოს, არ გასხვისდეს, ჩამოვიდე, ისეთი რამე უნდა გააკეთოთ, რომ ის ჩვენი წასული ემიგრანტები ფაცხა-ფუცხით მორბოდნენ საქართველოში ისე უნდათ აქ ყოფნა, უნდათ აქ ყოფნა და აქ ცხოვრება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ იმათზე უნდა ვიფიქროთ. გამრავლებაზე დემოგრაფიული საკითხზე უნდა იფიქროთ, აუცილებლად. უნდა რაღაცა გააკეთდეს ისეთი, რომ ახალ ოჯახს უნდა ისეთი დაინტერესება მისცეთ, რომ იმან კიდე გააჩინოს მესამე, მეოთხე, მეხუთე შვილი. აუცილებლად. აი რომ ნახავ იქ Facebook-ზე ვიღაცას 4 ყავს, ვიღაცას 5. შენ გაიხარე ვიძახი. კი, უკვირთ უკვე ასეთი მრავალშვილიანობა უკვე ყველა ადამიანს. არა და ადრე ალბათ თქვენს ბავშვობაში უფრო თითქმის ყველას 4-5 შვილი ჰყავდა, ხო? და ტყუპები რო ჩდება ახლა ისე მიხარია რომ ფიქრობ ეს რა ბედნიერება რომ ეს ერთზე რო არ არის გაჩერებული და ტყუპები რო ჩდება. მე ძალიან დიდი ბოდიში არა ვარ რასისტი, რა თქმა უნდა არა ვარ, მაგრამ მე ჩემი ქვეყნის დარდიბა. არ მინდა რომ ჩემი ჯიში და ჯილაგი გადასხვაფერდეს და გადაჯიშდეს და გენი შეიცვალოს. საოცარი გენის პატრონები ვარ ჩვენ. ყველანაირ დარგში, გინდა ბრძოლის უნარი აიღე, გინდა ფოლკლორი აიღე, გინდა მეცნიერები, ყველაფერში საოცარი გენი გვაქვს. ამიტომ არ უნდა გადაჯიშდეს. კი, ვიღაცა შეიძლება ჩვენზე უკეთესი რაღაცა იცის, მაგრამ ქართველი ქართველთან უნდა შეჯვარდეს, ქართველი ქართველთან უნდა შეერთდეს და ქართველი უნდა დაიბადოს აუცილებლად. ეხლა არის გამონაკლისი ალი და დინოროა და რაღაცა სხვა ესეთი შემთხვევით ისეთი, რომ ისეთი სიყვარული იბადება, რომ იქ სხვა ეს ეხლა მიზან დასახულად ეს ჩვენი გოგოები რომ დარბიან და მარაბებთ და პატარა გოგოები. სამარცხვინო ამბავია ეს. ეს არ არის კარგი, ეს არ არის მოსაწონი არაფრით. ეს არ არის ქართველი ადამიანისთვის დამახასიათებელი ჯიში და ჯილაკში. კარგით რა ცოტა დაფიქრდით ქვეყანაზე და საქართველოზე. დაფიქრდით იმაზე რომ ბევრი რამეა ფასები. იქნება ეს ფასები. ეხლა რა ვიღაცა წერდა, მე ხამაში განკოული არა ვარ, მაგრამ რაღაცა ბიტკოინებიო თუ რაღაცა რო არის ესა და ისო არისო იმაში გლდანში და კაპიკებს იხდისო დენის ფულს იმის ფარველი ვისიც არის. და აქეთ რო ქვეყანას გვახდევინებ და კიდე რო უნდა მოგვიმატოთ და რაღაცა არა ისენი როა შექმნილი ზედმეტი დაწესებულებები და კიდე ფული იხდება იქ და კიდე ეს ცოტა დაფიქრდით რა. იმიტომ გარბის აქედან ხალხი. ძალიან ბევრი მინუსი გაქვს ჩადენილი ამ საკითხში, ძალიან. და დაფიქრდით ამაზე, იმიტომ რომ ხალხმა მოგიყვანა და ხალხივე გაგიყვანთ უკან. ესია წესი და რეგიო, ესე ხდებოდა ყოველთვის. არის კიდე ადამიანები საქართველოში, არის კიდე ის რაოდენობა ხალხის და ის
ბრძოლის უნარიანი პატრიოტი ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებს, არ გაპატიებთ იმას, რომ გაყიდოთ მიწა ქართული. არავითარ შემთხვევაში. ვიღაცა მეუბნება, რომ რატო კარგია ინვესტორი, რაში მჭირდება მე ის ინვესტორი, ჩემი მიწა, ჩემი წინაპრის სისხლით მორწყული მიწა თუ იმის ხელში იქნება და ჩამოიყვანს ქვეყანა. და გამრავლდებიან არაბები, ხო? ხო, მე გამრავლდებიან ისე, როგორ მრავლდებიან, თა ხო იცით, მე თავის ქვეყანაში გაამრავლოს და რაც უნდა ის უქნიეს, თუ არ მაინტერესებს, რამდენი ყავს ან ჩინელს, ან ინდოელს, ან იმას შვილი. ღმერთმა კარგად უმყოფოს ყველა, არავისი ცუდი არ ადგილზე თავის ქვეყანაში. ბატონო სტუმარი კარგია, მაგრამ მობრძანება თუ იცით, წამბრძანებაც უნდა იცოდეთ. აი ესეთია წესი. მობრძანდით, მადლობთ. მიგიღებთ, ეხლა წამბრძანდით თქვენ ქვეყანაში. კაპიტანო ასმათ, ასევე მინდა გკითხოთ, სანამ ფასებზე და ემიგრაციაზე გადავალთ, მინდა გკითხოთ და დავასრულო ეს თემა ტექნიკურ უნივერსიტეტზე, ხო? აი მაგალითად, უნდა ხელისუფლებას რომ ჩაატაროს რეფორმა, ხო? ეს რა რეფორმა? რა საჭიროა შეერთება? თუ მართლა სასიკეთო რეფორმა უნდა სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის, მაშინ ჯავახიშვილი ერთი ფაკულტეტი იყო, აი ტექნიკური. სხვა საშუალება არ იყო, იმიტომ კი არ იყო ისეთი ფაკულტეტი, რომ თქვენ რომ მობრძანდებით, ისე შეაერთეთო. მაგიტო კი არ გააკეთა ჯავახიშვილი. თქვენი ის კი არ განსაზღვრა წინასწარ, აგერ უნდა იყოს მაინდა-მაინც. არ იყო მაშინ სხვა სიტუაცია და დაარსდა მერე. მაგაზე კარგი რა არის, ორი სახელმწიფო უნდა იყოს და არა კერძო. და ის რომ სახელმწიფო სხვა რამეა, ხალხისაა სახელმწიფო, ყველას. ჩემის, თქვენის, ყველასია ეს სახელმწიფო. და არა ის რომ მე ჩემი ბარი მაქვს. კი ბატონო, ის ჩემია. მაგრამ ის სახელმწიფო სხვა რამეა კიდევ. ნუ გაასხვისებთ, ნუ აჩუქებთ, ნუ რა ვიცი. ნუ თქვენ საკუთარ ოჯახს ცალკე მიხედეთ და არ გინდათ ეს სახელმწიფო ქონებების ჩამორიგება წინ და უკან. თუ რეფორმა უნდა, ხომ, ხელისუფლება სასიკეთო რეფორმა. ჩადოს იმ უნივერსიტეტში თანხა, რომელიც მოხმარდება სტუდენტებს სწავლაში, პროფესორ-მასწავლებლებს, თუ სარემონტოა, გაარემონტონ, თუ ლაბორატორიები უნდა დაამატონ, ჩადონ ამ კუთხით ფული, თუ რაღაც სასიკეთო ცვლილება უნდა, ხო? მის კი არა რომ ამათ ბევრი ფული აქვს და ამათ უკეთესი მდგომარეობა აქვს და იმას გაუნაწილებენ, თუ რა არის ვერ გავიგე. რა არის ამისი მიზანი? საერთოდ ეს კემბრიჯებს და იმას ნუ ახსენებთ ქართველებთან რა ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული ქართველებს თავის ქვეყანაში. ძალიან კარგი და ძალიან ბევრს უკეთესი და თქვენ რა გასწავლეთ იქ ამ კემბრიჯში და იმას დამთავრებულებს და რა გითხეს ქვეყანაზე რა ქენითო ეგ უკვე ჩვენი საქმე არ არის ზოგიერთ კი გემჩნევათ რას გასწავლეს. კი. თქვენი აზრით რას ემსახურება მთავრობის ეს ნაბიჯი? მართლაც შენობებს თუ სხვა რამე ინტერესიდებს გააკეთებს? ეჭვები არის ხალხში რომ გაყიდვა უნდათ მე შენობის. ეს ეჭვია, მაგრამ რა როგორ გაყიდვა? რას ქვია გაყიდვა? რა არის ეს გაყიდვა? ვერ გავიგე. ქვეყანას ყიდით და ამით რას აკეთებთ? თქვენ მდიდრდებით? სულ არ გვაინტერესებს თქვენი გამდიდრება. არც თქვენი არაფერი გაკეთებული მაშინ, ნახვამდის. და რაც შეეხება ახლა ემიგრაცია ახსენეთ თქვენ და კატასტროფულად რთული მაჩვენებელია მიგრაციაზე საქართველოში. დუშეთიდან ბრძანდებით თქვენ და მე ვიცი რომ ხშირად ჩადიხართ ხოლმე დუშეთში. აი მე მინდა უბრალოდ შედარება გააკეთოთ. ვიცი, კი. და თითქმის ყოველ კვირა ჩადიხართ დუშეთში. მე მინდა გააკეთოთ შედარება. მაცხოვრებლები აი ადრე რამდენი მაცხოვრებელი ცხოვრობდა მხოლოდ თქვენს უბანში დაუშვათ და ახლა რომ ჩადიხართ რამდენი ადამიანი გვხდებათ. რას ლაპარაკობ? დაკეტილი სახლი, მოხუცი ერთი ორი ოჯახი, რომელიც მიხარია რომ ხედა ბავშვები რო დარბიან იქ. აი სულ იქით ვიხედები, სადაც ბავშვები დარბიან, სადაც მომავალი თაობა არის. არა სულ ჩაკეტილია ყველაფერი. სამარცხვინოა ეს, ძალიან ცუდია, ძალიან. ჩემ ბავშვობაში ყველა ოჯახში იყო რაღაცა სინათლეენთო, იდგა ცეცხლი იყო ათებული და საოცარი სიტუაცია იყო ყველგან. კი, გაჭირება იყო, მაგრამ ერთმანეთს ეხმარებოდა ხალხი ძალიან. ძალიან ეხმარებოდნენ ერთმანეთს ყოველთვის. და იცოდნენ იმას რა უჭირს, ამას რა უჭირს და ვის რა უნდა. მე რა არის იცით დუშეთში არაჩვეულებრივი ის იყო. კურკოს ტყეს ვეძახდით. აბაჩები მეტყევე იყო თავის პროფესიით და სატყეოში მუშაობდა სანამ დაიჭერდნენ და სანამ პოლიტიკური მას გახდიდნენ პატიმარ.
საოცრად უფრთხილდებოდნენ იმ დღეს. საოცრად, იმიტომ რომ ის იყო ბურბარიც კი არის დუში საოცრად ლამაზია ყოფილ ხართუში. ძალიან ლამაზია და ძალიან ისეთი პატარა და ძალიან გემრიელი ქალაქია. და იმ დღეში ბავშვებს იქასდიდნენ, აიყვანენ იმის ჰაერით ასულქებდნენ. ეხლა რა ხდება იმ დღეში აზე არა. ზოგი მე მგონი პრეზიდენტს დაუკავებია ის ადგილი ყოფილს. კი. სხვა არავის არ უნდა გადაეცეს არაფერი, რაც არის ხალხის და რაც არის ყველას. ისე რომ კერძოებმა რომ ჩაიგდო ყველაფერი ხელში ეს არ ვიცი როგორ შეიძლება ეს ხდება. ქალბატონო, თქვენ როგორ გესახებათ რომ ადამიანები დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ აი თუნდაც როგორ უნდა შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ ძალიან რთული სიტუაცია უკანა ფშავში, ხევსურეთში, იმიტომ რომ იქ სკოლაში ერთი ბავშვი დადის და ანისიც არა, ეხლა იყო Facebook-ზე ერთი ბავშვი მიდის ავტობუსში სკოლაში. სამერცხვინოა ნამდვილად, არ არის ჯანდაცვის მომსახურება, არ არის აფთიაქები, არ არის სუპერმარკეტები და უნივერსიტეტებში ატარებენ ეგრეთ წოდებულ რეფორმას, ხო? აი პირიქით, აი მე მაინც ადრე რას ვფიქრობ, ეხლა მინდა ვთქვა, ადრე აი ეს ჩვენი წინაპრები ეს კომუნისტები იყვნენ თუ ვინც იყო, არა აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. აი ამ საზღვრისპირა სოფლებს, დაბებს ამაგრებდნენ, რომ ეს სოფლები არ დაცლილიყო და ეს ტერიტორიები ჩვენ რაღაცა კუთხით არ დაგვეკარგა. დღეს ხევსურეთში ცხოვრობს, ზამთარში არის დარჩენილი თუ არ ვცდები 3-4 ოჯახი. სოფლები აღარავინ აღარ არის. შატილში ეცოდა. შატილში ისიც თორემ მუცოში ერთი ოჯახია და არდოტშიც ბატონი ღვთისო ერთი ადამიანია, კი ბატონო, მეც ნამყოფი ვარ მასთან ოჯახში და ვერ ტოვებს იქ ზოგი ჩამოდის ზამთარში და ზაფხულში კი ტურისტებიც ადიან, მაგრამ რეალურად ის რომ რაღაცა პირობები შევუქმნათ და იცხოვრონ ადამიანებმა დაბრუნდნენ და კიდე ერთი კარგი თვისება, რომელიც აი მთიულ ხალხს აქვს, რომ მაინც არ ყიდიან თავიანთ მამაპაპისეულ მიწებს, ხო? როგორ განიცადეს, იცით, ბერიამ გამოასახლა იმაში ბევრი ისენი იყვნენ უკვე ჩეჩნები და ისინი და იქ საჭირო იყო ქართველების გადმოასახლა ხევსურები. სპეციალურად გააკეთეს ეგ. აი როგორც მარნეულისკენ გადმოასახლეს იქით სვანები. ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. თვითონ კი ძალიან განიცდიდნენ და გიშდებოდნენ ამ თავიანთ მთაზე და თავიანთ საოცარ ბუნებაზე და საოცრებაზე. 64 არის იქ ხო საოცრება, ვინც არ ყოფილა, მიბრძანდით, ნახეთ და მე მგონი ისე შეგიყვარდებათ რომ აღარ იტყვეთ რომ ის ვიღაცა სხვას უნდა დაუთმოთ. და გადმოწეულია ისიც საზღვარი ხევსურეთში. 3 კილომეტრით არის გადმოწეული. მე ხევსურება მიიღეს, იქ ჩემი კი, მეც მირეკავე ხოლმე ხშირად. კი, ვიცი რაც მაქვს კონტაქტი. და გადმოწეულია საზღვარი და კიდევაც ცდილობენ რომ სროლას რო ისრიან იქეთ ხო ჩეჩნეთის საზღვარი. ახ ის ხმა ისმის, იმდენად ახლოს არის შატილთან უკვე. ამას მიხედეთ ხალხო, თქვენ ქვეყანას მიხედეთ რაღაც. აი როგორ მიხედოს, არ აინტერესებს. ამიტომ არა მარტო მთის სოფლებში, არამედ არანაირი განცხადება ამასთან დაკავშირებით. რა არის ეს ვერ გავიგე. არ არის შობადობა მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის ბარშიც უკვე ძალიან ცუდად არის საქმე. 2050 წლისთვის დემოგრაფები ვარაუდობენ დემოგრაფიულ კრიზისს საქართველოში. რა შობადობა? ვინ დაბადოს მოხუცს, მე საერთოდ აღარ ცხოვრობენ ადამიანები, ასევე აღარ ცხოვრობენ ხადას ხეობაში, სვანეთი იცლება, რაჭა ფაქტიურად იცლება, დედოფლის წყაროს მხარე, საბათლო, სამთაწყარო, ფიროსმანი ძირითადად დაცლილია ეს სოფლები და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ. და 2025 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ ჩვენ. აბა წადით საზღვარგარეთ რომ გამოუცხადეს წავიდნენ ხალხი. და ვინც მიდიან ქალბატონო აღარ ბრუნდებიან და განსაკუთრებით ტკივნეულია რომ აი ახალგაზრდები რომლებიც მიდიან და იქ ნახულობენ უფრო მეტ გასაქანს, უფრო მეტ სამუშაო ადგილებს და თვით რეალიზების საშუალებას ისინი აღარ ბრუნდებიან საქართველოში.
ჩემთვის ძალიან გაუგებარი და მეუღებელია სხვა ქვეყანაში ცხოვრება. პირადად ჩემთვისაც კი. თავის დროზე სხვა ქვეყანაში დავრჩენილიყავი და მაგრამ გამორჩეული ადამიანი ბრძანდებით თქვენ სამშობლოზე შეყვარებული მე ყოველთვის ასე წარგადგენთ ხოლმე მე ისე გავიზარდე ისეთ ოჯახში სადაც ძალიან ბევრი იყო ამ თემაზე ლაპარაკი რომ საქართველოს და სამშობლო და ისტორია პაპაჩემი იცოდა შესანიშნავად საქართველოს თუ წიგნით ხელში იყო პაპაჩემი და სულ მაგას გვიყვებოდა რა ერეკლე მეფეზე და იქითიბაზე და აქეთ ყველაფერს როცა წამეკითხა და სკოლაში კარგად სწავლობდი ფოტოშორის და სკოლის ვინც არიან იმათ იციან ეს და იქაც სხვათა შორის სულ ეს თემა სკოლაში ისეთ ისტორიას ვსწავლობდით საქართველოს და ისეთი ლიტერატურის ისეთი მასწავლებლები გვყავდა ქართული ენის და ლიტერატურის რომ არ შეიძლებოდა შენი ქვეყანა არ ყარებოდა ეხლა ვნახე ქართული ენის წიგნი მეოთხე თუ მე არც მინდა რომ კი არც მინდა რომ აი რეფორმას უნდა ჩაატაროთ რეფორმა მანდ უნდა ჩაატაროთ ეგ უნდა გააკეთოთ რომ მეტად შეაყვაროთ მეტად შეასწავლოთ ის კი არა რომ შეაერთოთ გაყიდოთ ეგ არის რეფორმა გაყიდო არ არის ეგ რეფორმა გადაახალისონ ძველი წიგნებიც არა გადაახალისონ ძველი წიგნებიც თხელი წიგნები რაღაცა ახეთი წიგნები ქონდა თხელი მშვენიერი ყველაფერი იყო იქ წაიგეთ აი ხო შეიძლება რომ ის წიგნები გადაახალისონ ახალი კუთხით დაიბეჭდოს რაც არის თუნდაც აი ლენინზე სტალინზე თუ რაც არის ისინი ამოიღონ და აი სხვადასხვა კუთხით ბევრი რამე იცოდნენ ცუდი არის კი მაგრამ რაღაცა გერმანია დგას ძეგლი სტალინის და აქ საქართველოში პირქვეგდია ისე რა დაუშავა ეხლა იმას ვინც გადააგდო ამიტომ არის საჭირო სხვადასხვა კუთხით რეფორმები, რომელიც ნამდვილად უნდა გატარდეს ქვეყანაში. ხო, გერმანიაში და პოლონეთში ხო გინახიეთ ის ბანაკები, სადაც ხალხი არა, მე არ ვარ ნამყოფი გერმანიაში. შენახული ესენი და მუზეუმებად არის. სადაც გაზის ისენი იყო, ხალხი გუდავდნენ, სადაც ბავშვის ისენი იყო, ფეხსაცმელები დახოცილი ბავშვების, სადაც იყო ადამიანის ტყავისგან. ეხლა შენახულია ყველაფერი, რა დააშავა გიტლერმა. შენი ვარგა იყოს რას გიშლის ისიც უნდა სტალინის მუზეუმის მოსპობა მაგრამ არ უნდა მოსპო იყოს იცოდეს იმა ცავიც და კარგიც არ არის ეს ისა რომ მოსპო ამითი დამთავრდა ყველაფერი ვიღაცა წერს იმ დღეს წავიკითხე ეს ჩვენი ომი არ იყო მეორე მსოფლიო ომიო რა სისულელეს ლაპარაკობ ჯერ მაშინ ერქვა ერთი სახელმწიფო იმას ეს ერთი. მერე გიტლერის გეგმები წაიკითხეთ იმაში, წერია სხვათა შორის ბევრგან შეგიძლია დაიღოთ ისენი არქივი და წაიკითხოთ, რომ საქართველოს რასაც უპირებდნენ. რომ ჯერ ეგეთი ატომური ბომბის ჩამოგდებას ამერიკა მარტო იქ არ აპირებდა, აქაც აპირებდა, თბილისიც იყო გეგმაში. და ჩვენი ომი არ იყო თურმე ქართველები რომ იბრძოდნენ იმ ომის წინააღმდეგ. ეს ხო სამარცხვინო ის არის რაღაცა აი რო გამოჩნდე და რაღაცა რომ ვითომ ვიღაცა ხარ და რაღაცას იმიტომ ლაპარაკობ ამას. წაიკითხე კარგად ვინ რა რატო რისთვის და ასე შემდეგ. პირიქით საოცრებები ჩაატარეს ქართველებმა იმ ომში. საოცრებები და მოიგეს და კანთარიამ აიღო დროშა რეიხსტაგზე დროშა კანთარიამ აიტანა პირველმა ანუ ხო იმის მაგირატო სხვათა შორის ბომბი ჩამოაგდეს იმაში ყაზბეგშიც მაშინ ომის დროს და აბრეშუმის ქარხანაშიც იყო ერთი ბომბი ჩამოგდებული ისე რომ მოდიოდნენ აქეთ მაგრამ გააჩერეს ყველანაირად გააჩერეს რომ აქეთ არ შემოსულიყვნენ თავის დამსახურებამ ქვეყნისადმი იმ ცუდ ადამიანებს თუ ცუდ ხელისუფლებას თუ კომუნისტებს ჰქონდათ რაღაცა დამსახურება ჰქონდათ რომ შეაჩერეს საქართველოში არ შემოვიდა ის უბედურება რაც იყო უკრაინაში რაც იყო ბელორუსიაში რაც იყო პოლონეთში რა საშინელები იყო რა რეებს აკეთებდნენ ხო იცით ეგ თუ არის წაიკითხეთ და ნახეთ ფილმებიც არის მაგაზე ძველი ფილმებიც ნახეთ რა და რაღაცა ისტორიაში ჩაიხედეთ და არქივში ნახეთ ვინ რა გააკეთა როგორ ცუდი ვინ გააკეთა კარგი ვინ ცუდის გვერდზე კარგი თუ გააკეთა ვიღაცამ და ასე შემდეგ მე გაანებეთ თავი იმისტობას ამისტობაზე ერთმანეთის ლანძღვას ხალხო სამარცხვინოა თქვენი ქვეყნისტები იყავით თქვენი საქართველოსთვის იფიქრეთ პირველ რიგში რას ჩააჩემდით ევროპა ჯერ საქართველო არ გაიყიდოს საქართველო
ამაზე იფიქრე და ამაზე ისაუბრე. ქალბატონოსმა ახლა მე მინდა გადავიდე ფასების საკითხზე. ვითომ დაანონსდა რომ ფასები დაიწევდა, თუმცა აი როდესაც შევდივართ მაღაზიაში, აფთიაქში, სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიებში, ჩვენ ვხედავთ თუ როგორი კატასტროფული ფასებია, ხო? თქვენ ბრძანდებით პენსიონერი. თუმცა აი კი ვიცი რომ გაქვთ თქვენი კაფე და ეგ თქვენი ცალკე რომ გავწიოთ არ დავჯექ ისახში და პენსიას არ დავაკეთებ რაღაცას ყოველთვის მაგრამ აი ეს თქვენი პირადი ბიზნესი რომ ცალკე გავწიოთ მე მაინტერესებს პენსიით როგორ ირჩენდით თავს ვერანაირად ვერ ისხოვრებ პენსიით წავედი თქვა დუშეთში აღარ დავჭი თბილისში და იმ ჩემი 400 ეხლა 95-ია 5 ლარი დაენანა თუ 500 გაიხადა და სასაცილოა. სასამარცხინო და სასაცილო ამბავია ეგა რომ 495-მდე გაგვიზარა. თქვენ ჩემო კარგებოდა, ჩემო ლამაზო დეპუტატებოდა, თან ბიზნესმენები ხარ. მილიონერებო. ხო, მილიონერები ხარ და თან ხელფასი გაქვთ ჩემთან შედარებით, მე რასაც ერთ თვეში ვიღებ პენსიას, თქვენ 30 თვეში რო უნდა ავიღო მე, ერთ თვეში იღებთ იმას. არ გწვენიათ ამისი. რომელი გამოდით, რომელიც გინდათ მაკედან, აი დეპუტატებიდან, დამიჯექით წინ და მითხარით, რითი ხარ ჩემზე უკეთესი, ან ვინმე ჩემნაირზე უკეთესი, ვინც ჩემნაირად იღებს აპენსიას. რა დამსახურება გაქვთ ამისთანა? რო თქვენ იღებთ თვეში, ჩემ 30 თვეში ასაღებ ხეებას, რაოდენობის ხება სახელმწიფოსგან. 14 წლიდან მუშაობ და რამდენი წლისაა ხო ხედავთ? და კიდევ მუშაობ. და სამარცხინო ამბავი, მე არაფერი დასახმარებელი თქვენი არ მჭირს და არც გამჭირები არასოდეს. მე შესანიშნავად ქსოვდი კიდევაც, შესანიშნავად კერავდი კიდევაც, შესანიშნავად რემონტის კი შემეძლო ჩავეტარებინა. არაჩვეულებრივად მიჭრი და გონება ყველაფრის და სურვილიც რომ არ ყოფილიყავი მშიერი. და არ ყოფილიყო ჩემ ოჯახს რომ არ გაჭირება არ ქონოდა. ასეთი იყო ჩემი პაპა სხვათა შორის. რომ დაიჭირეს და რომ პოლიტიკური პატიმრობა რომ გამოუშვეს და რეპრესირებული სანამ იყო და არ იყო მოხსნილი რეპრესირებულების სტატუსი, მანამდე კერვა დაიწყო და სამხედრო ტანსაცმელს კერავდა რომ ოჯახი ერჩინა. ესე მეც სხვათა შორის, რომ ის გაჭირება იყო, ღამეებს ვათენებდი, თანთიათში მუშაობდი, გაყინულები ვიდექით სცენაზე და გათმობა არ იყო და მაინც თამაშობდით, მაგრამ ზოგიერთ არაკაცმა მაინც თავისი ის ჩაატარა, მაგას რეფორმებს ეძახიან. როდესაც უნდათ რომ ადამიანები დასაჯონ, როდესაც უნდათ რომ ცუდი რაღაცა გააკეთონ, მაგას ვერ ამბობენ, ბოროტებას ჩავდივართო და ცუდად ვიქცევითო. რეფორმას ეძახიან ბატონო ზოგიერთები. ეგ არ არის რეფორმა, ეგ არის ცუდი საქციელი ბოროტება არის ეგ. ქალბატონოსმეთ, მცირე გადახვევა გავაკეთოთ. მე ვიცი რომ თქვენ და ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი იყავით ძალიან ახლო მეგობრები. და როგორ გაიარეთ ეს წლები რომ მოგვიყვეთ და როგორი იყო თქვენი მეგობრობა? სოფიკო იყო არაჩვეულებრივი კარგი მეგობარი. როგორც კარგი მსახიობი იყო, როგორც კარგი შვილი იყო, როგორც კარგი დედა იყო. ესევე იყო არაჩვეულებრივი კარგი მეგობარი. არც ერთი მისი მეგობარი ვერ იტყვის იმას, რომ სოფიკოზე რამე მინუსი ქონდა მეგობრობაში. თა როგორი იყო, იცით რომ თავის წარმოჩენა კი არ უყვარდა, მაინც აი მე ვარ და თქვენ ჩემთან არა, სადაც კი თვითონ რამე პრივილეგია ჰქონდა, იქვე გვერდზე დაგიყენებდა და შენც გიწილადებდა იმ ყველაფერს. არაჩვეულებრივი კარგი ადამიანი იყო. იმიტომ იყო კარგი, რომ ეგეთი იყო. თორე ვინც ეგეთი არ არის, ის ახლა მაინც ჩანს ხოლმე, იცით, აი ვინ რა არის და როგორ. აი არის, თქვა მე მაგალითად იმას გიგალოთიფანძის ქალიშვილმა დამირეკა ნინომ, მსახიობი. დიახ. მსახიობი რომ მსახიობს ამას ეტყვის, ის ძალიან კარგი ადამიანია. მე ადრე გიყურე სერიალშიო და ძალიან მომეწონა და მითხრა მაშინ ვირა კარგი ხარ. ეხლა თავიდან გიყურეო და კარგი კი არა, არაჩვეულებრივი ხარ. ამას რომ მსახიობი გეტყვის, ის კარგი ადამიანია. რა თქმა უნდა. და ამას ვინც არ გეტყვის და ვერ გეტყვის, ის ბოღმა და შურიანია. კი ბატონო, გეთანხმებით. ეს ვის გასაგებს გაიგებს ყველა. ქალბატონოსმეთ, ასევე მინდა გკითხოთ მედიკამენტებზე, ადამიანებს კი ბატონო, ადამიანებს, განსაკუთრებით პენსიონერებს ხშირად სჭირდებათ ხოლმე სხვადასხვა საჭიროების მქონე მედიკამენტები, მაგრამ აი იმდენად კატასტროფული ფასები აქვს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ადამიანმა თვიდან თვემდე იყიდოს რაღაცა
რაღაცა სამყოფი წამალი. მე ხშირად მინახავ სამწუხაროდ აფთიაქებში, რომ აი მაგალითად მომეცით 5 ტაბლეტი, მომეცით 10 ტაბლეტი ის რომ არ აქვს საშუალებას, ან 2 ტაბლეტი. ფაზაკლება როდის არის მაშინ მოვალ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან რთული. არ სვენიათ მაგათ პატრონებს. მაგრამ ვინც არის არა სხვათა შორის ერთი და იგივე წამალი, ეგერ ორჯონიდან თურქეთში და რუსეთში სხვა ფასებია. აქ სხვა ფასია. კი, კი. 14-ჯერ მეტი ფასი შეიძლება დაადო წამალს. იმიტომ რომ შენ გამდიდრდე და შენ კიდე სასახლები აშენო. საწაიღებ ან იმ ფულს ან იმ სასახლეს. იმ ქვეყნად ვერავის ვერაფერი ვერ მიაქვს ხალხო. ნახეთ რა ვინმეს კითხეთ თქვათ თვითონ მიცვალებულს ვეღარ კითხავთ, მაგრამ მის პატრონს კითხეთ რა წაიღო და რა აქ იქცა. არ შეიძლება ეს გადაბჟირება ამ სიმდიდრეზე. რამ გადაგრიათ რა არის? ამისთან კორპუსებს რო აშენებთ ერთმანეთში რო არიან არეულები და ვეღარ აი თუნდაც საბურთალოზე რა ხდება ამ მარტო საბურთალოზე იმ დღეს დიდუბეში იმაში ვიყავით ტელევიზიაში და რო გავიარე შევხედე ეს 40 სართულიანი სახლები ისია ერთმანეთში ჩამჯდარი რომ რა არის ვისთვის ყიდით? ჩემოსულებისთვის? ჩვენები საზღვარგარეთ არიან წასულები. ამათ ვისთვისა გაქვთ ეგ გაკეთებული. აი შენ მოყავთ ვიღაცები და იმათვის უნდა გაყიდოთ. იმიტომ რომ გამრავლდებიან ისინი სხვანაირად მრავლდებიან და ჩვენები არა. თეთრი რასა უკვე შავად გადაიქცა რა უფრო მსოფლიოში. ყველამ თავისას მიხედოს რა, ყველამ თავის ოჯახს, თავის სამშობლოს, თავის წინაპარს, თავის გენს, ყველამ თავისზე იფიქროს. ეხლა მიხვდნენ ევროპაშიც და იმაშიც რომ მაგრამ რატო არ გვისმენს ხელისუფლება ქალბატონოას? ბატონო? რატომ არ წამლები ახლა, სხვათა შორის ერთი დადებითი რაღაც ამათ გააკეთეს, რაც კარგია უნდა თქვა. კი. არ არის ეგ რომ ეს რომ ორი დღე რო არაფერს არ გადაიხდი, პირველი შეისრო დახმარება რო არის, ეგ ძალიან კარგია. ოპერაციაზე რო დაფინანსება, ეგაც ძალიან კარგია. მადლობა ამაზე გააკეთეს ეს. მე არის პენსიონერებზე რაღაცა წამლები, რაღაცა რაოდენობით ცოტა სუპასოდ გაძლევენ. მაგრამ ამაზე უნდა წახვიდე მერიაში მიიტანო განცხადება მომენტ. თუ არ შეგიძლია, ჩემდას არ შეუძლია სიამოვნებო. კი, არ შეუძლია და ვერ მიიღო, ხო? არა, უნდა დაარეკოს, მე უნდა მოვიდე ეს ვიღაცა მე რაღა თელი დიდი ფოკუსებით არის ეგ რომ და თან ისიც რა თქვა ყოველდღიურ წამალს ყოველ თელი წლის წამალს კი არ გაძლევენ რაღაც ერთი თვისა და მე შენ თვითონ უნდა იყიდო პატრონი თუ არ ყავს შენ ოჯახში ძალიან გაჭირვებაა პენსიონერის ცხოვრება ძალიან მე არ ვიყო ჩემი დის პატრონი ის ვერ წამალს ვერ იყიდის და ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებს. და ასევე უფასო სასადილოები, რომელიც არსებობს ქვეყანაში, არ ვიცი, აი როდესაც გაგივლიათ ალბათ დაგინახავთ, რომ ამ უფასო სასადილოებთან დგას რიგები. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს არ აქვთ პურის ფული. აბა მე მივა უფასოში როცა მაგრამ აქ მაგის გაჭირება და არ მივა. მაგრამ ხომიდან ადამიანები ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყანას უჭირს ძალიან. როდესაც გამოდის პრემიერი, როდესაც გამოდიან პარლამენტის წევრები და გვეუბნებიან რომ ეკონომიკა იზრდება, ვითარდება, სოციალური მიმართულება უმჯობესდება და უმჯობესდება, ეს არის ტყუილი ქალბატონოასმათ. იმიტომ რომ პენსიონერები სოციალურად დაუცველების და ეხლა დენის ფასი უნდა მოიმატოსო. ეგ აი როგორ ბედავთ ამას და ხმამაღლა ამბობთ. ვის 45 ლარი მომიმატე და დენის ფას მიმატებ მერე? დაიბრუნე თუ განა გაბანებე თავი არ მინდა თქვენი დენის ფასის მომატება და არც 45 ლარი. თქვენი იყოს ის 45 ლარი, მთავრობა თუ ვინც უმატებს თუ კომისია ხარ თუ ვინ ახართ და არ გვინდა ყველა პენსიონერი მაგას გეტყვით. ნუ მომიმატებთ ნურს გაზზე, ნურ დენზე, ნურ წყალზე. რაღაცა სხვათა შორის ერთი პერიოდი იყო კომუნისტების დრო პენსიონერებს შეღავათები ჰქონდათ. ამ კომუნალურ გადასახადებზე? აი, გეტყვით ახლა. აბა მითხარ. ხელფასი მქონდა 120 მანეთი. თეატრში. ეს იყო კარგი ხელფასი ითვლებოდა. ერთი იყო 65, მერე 90, მერე 120. 120 მანეთიდან 10 ლარი, 10 მანეთი მაქსიმუმი იყო გაზი, წყალი, დენი, გათბობა ცხელი წყალი, ტელეფონი. აი ყველა გადასახადი 10 მანეთი ჯდებოდა. ვერ იცხოვრებდი? აი თვითონ ცხოვრება რა ჯდებოდა, აი მაგალითად რა ღირდა პროდუქტი, აი მიდიოდით თუ არა კურორტებზე. დუშეთში რო წახვიდოდი 80 კაპიკი ღირდა ეს ბილეთი ავტობუსის. დუშეთში წახვიდე, მანეთი და 60 კაპიკი მიჯდებოდა ავტობუსის წასვლა წამოსვლა.
ეს იყო მაქსიმუმი. და ადამიანებს შეეძლოთ რომ კურორტებზე წასულიყვნენ აი ამ რა თქმა უნდა ამ ხელფასით საჭმელსაც შეჭამდი და დიდარი არ იქნებოდი და იკრასაც იყიდი იმიტომ 4 მანეთი ყიდა ხიზილალა 4 მანეთი ყიდა შავი ხიზილალა თავის ფასი და 7 მანეთი ყიდა ხელზე ხიზილალა შავი რომელიც ახლა 1500 თუ რაღაც დოლარი ღირს აი წარმოგიდგენიათ და წითელი მით უმეტეს უფრო იაფი თევზის იყო ну შიმშილი და ქუჩაში მათხოვარი იყვნენ ერთი რამოდენიმე ცოტა ლუთები ვინც იყვნენ და რაღაცა ისეთები იმასთან ეკლესიასთან 3-4 კაცი იჯდა ხოლმე და იმასაც კი არ გეუბნებოდ მომე კი არ გეუბნებოდ თავისთვის იყო მისებდი კაი არა და გაჩუმებული იყო ახლა გაივსო გაჭირვებული ადამიანებით არა მარტო თბილისი მე პაკისტანში ვიყავი 91 წელში და იქ რომ ნახე ეს მაშინ არ იყო ჩვენთან ეს ჯერ ეს მათხოვრების ესეთი რაოდენობა არის კი იქ რომ ნახე რომ მანქანაში გივარდებოდნენ და ფული მომევა მithudად გავხდი ვიფიქრე რა ბედნიერი ვარ რომ ჩემ ქვეყანაში ეს არ ხდება რა საწოდაობა აქვს მე 1-2 წელიწადში დაიწყო და უარესია ახლა აქ აი რას ეტყვით ქალბატონო ასმათ პრემიერ-მინისტრს თუნდაც რა იქნება თქვენი მიმართვა როგორც მსახიობის როგორც საზოგადო მოღვაწის როგორც აი ყველანაირად დამსახურებული ადამიანის თვალით დანახულ რეალურ ქვეყანაზე აი რა იქნება თქვენი სათქმელი რას მიმართავთ პრემიერ-მინისტრს რას მიმართავდა აი ამ რეფორმებს რო ატარებთ დაიბარეთ სპეციალისტები, ყავს თქვენზე კარგად რო იციან ინჟინრობაც, მეცნიერები სხვადასხვა დარგებში რო ძალიან ძლიერები არიან ასაკიანი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რჩევა მოგცენ, რომლებსაც შეუძლიათ გითხრან რა არის სწორი და რა არ არის სწორი. თქვენი ნუწყვეთ ამ ყველაფერს. არც ისეთი გენიოსები ბრძანდები და არც ისეთი ბევრი იცით თქვენ, რომ ეს თქვენით გადაწყვიტოთ საქართველოს ბედი და ხალხის ბედი. არ არის ესე. ეგეთი გენიოსები არ აყვავს ჯერ. კი ბატონო ზოგის იმაში ხართ რა ქვია საზღვარგარეთ დაამთავრეთ ეს ამეთი თავს ნუ გამოიდებთ რომ მე საზღვარგარეთ დავამთავრე და ასეთი ვარ და ისეთი საზღვარგარეთ დამთავრებულ არტისტებს ჩვენები მოწონთ ბატონო აქ დამთავრებულები საზღვარგარეთ დამთავრებულ ინჟინრებს ჩვენი ინჟინრები მოწონთ და ეგერ ჩვენი ისენი ზოგი ფიზიკოსი ზოგი ქართველები წინ პლანზე არიან თემ სოფლიოში თავიანთი ტვინი და თავიანთი განათლებით ხალხს დაელაპარაკეთ თქვენით 2 და 3 კაცი ნუწყვეთ ნუ რაფერს თორე იცით რა მოყვანა როგორც მოგიყვანეს ისე გაგიშვებენ უკან ისევე ესე ხდება ყოველთვის გადახედეთ ისტორიას გინდა საქართველოსი გინდა სხვა ქვეყნის ისტორიას იმ სიმაზე იმ არაბებზე და იმ ჩამოსულებზე კი ბატონო ჩამობრძანდნენ ისინი რა ქვია ტურისტებათაც კიდეც ინვესტორებად რაღაცა მაგრამ დალაგებულად თუ დაიყოს ეს და არა მუდმივად და როგორც ისე ნათქვამია როგორც მოსვლით გაგვახარე ისე წასვლით გაგვახარე როგორც მოსვლით გაგვახარებენ და რაღაცა სასიკეთოს მოიტანენ ჩვენთვის ისევე წაბზანებით უკან გაგვახარავ და წაბზანდეთ და ახალი წება გამოვიშვა ქალბატონო ასმათ და აუცილებლად აი ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ძალიან ბევრჯერ ჩემს გადაცემებში ინიციატივა მოწოდება მიმართვა თხოვნა მქონდა ხოლმე იმ კუთხით რომ ადამიანები რომლებიც გადიან პენსიაზე ჩემი აზრით და ალბათ თქვენი აზრით და ალბათ ჩვენი მოსახლეობის აზრით უმრავლესობის აზრით უნდა გავიდნენ ყველა პენსიონერს არ უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე პენსია დამსახურების შრომის გამოცდილების ასაკის მიუხედავად აი ეს პენსია აი ეს რანგების მიხედვით ჩემი აზრით და ეს ის არის არა ზოგადად სოციალურია ცუდ მდგომარეობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ახლა გვეუბნებიან რომ თურმე ჯანდაცვის კუთხითაც უნდა გაატარონ რეფორმა და მასიურად უნდა მოხსნან სოციალური დახმარებები აი ისედაც გაღატაკებულ ადამიანებს რომ პენსია უკონტროლოა ჩვენს ქვეყანაში რა მოხდება? მოხდება თუ არა სოციალური აფეთქება ქალბატონო ასმათ და ამათ ისე მიყავთ მდგომარეობა ხალხი ისე გარბის აფეთქებელი საღად არჩება და
ამ ფეთქებელს. ძალიან ცუდი ვითარება და ასევე მაინტერესებს აი თქვენი აზრით როგორ უნდა ნაწილდებოდეს ღვაწლმოსილ ადამიანებზე და ჩვეულებრივ რიგით ადამიანებზე რომლებსაც არ უმუშავიათ, არ შეუქმნიათ, არ გაუკეთებიათ აი ეს როგორ უნდა არა უნდა გქონდეთ მაგრამ ალბათ უფრო მაღალი პენსია უნდა გქონდეთ იმ ადამიანებს რომლებსაც რაღაც დიდი ღვაწლი როგორ აქვს ალაგებენ თავიანთ იმას პარლამენტში ვინც უფრო წინ პრემია დანამატებს ხო ვინც უფრო დიდი თანამდებობისა და რაღაცა გონია რომ თვითონ იმას მეტი აქვს ესე დაალაგონ ესეც რა ესე დაალაგონ მის მიხედვით დაალაგება ხო ისე საკუთარი დაალაგება ხო ისე ჩვენი დაალაგოთ ბატონო კი ბატონო და ამ სოციალურ მდგომარეობას რა თქმა უნდა ალბათ დამეთანხმებით რომ აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უკაცრავად და მთავარი რაც არის კომპიუტერი არ უნდა წყვეტდეს ადამიანის ბედს და კომპიუტერი არ უნდა უხსნიდეს და უნიშნავდეს ადამიანის სოციალურ დახმარებას აი რაზე ვსაუბრობთ საერთოდ დღეს ხო საერთოდ იცით რა არის რა ვიცი ძალიან თავის ნებაზე არის მთავრობა როგორც მინდა ისევე კი და რასაც მინდა იმას გავაკეთე ხო ძალიან ცუდი მდგომარეობა სხვათა შორის სასამართლოში ჩემი ახლობელი 7 წელიწადია მერვე წელიწადია გაუტეხეს ავტოფარეხი შევიდნენ არაკანონიერად და ყავს ფარველი ასე მე თვითონ მითხრეს პოლიციაში რომ ფარველი ყავს და ვერაფერს ვერ ვაკეთებთო ეს ფარველი ვინ არის თლათ უფროსი 7 წელიწადია იცი რა რომ გამიტეხე შენ ჩემი საწყობია თუ რაც არის და წაიღე იქიდან თუ რაც იყო თუ არ იყო რაღაცა ერთი ფიცარი თუ იყო იმის წაღების უფლებაც არ ქონდა ხო ერთი პატარა რაღაცა თუ ქონდა და შენ განცხადება დაწერილი ამაზე და არის სასამართლო დავა და იძახი რომ არაფერი არ იყო ჩებია და ქებაინს მთავრობამ დალუქოს და სანამ იქნება სასამართლო დამთავრდება მერე გადასცეს იმას ვიზას არა ის ხმარობს ვინც გატეხა ვინც ის არის თქვა ძართველია თუ რაც აქვია იმას იმან ვინც დაიკავა ესა იმის ეს საწყალი დადის წინ და უკან და მეტი არაფერი წარმოგიდგენია რამდენი სამი ის წაიღო და სამი ის გატეხა ერთი ციხეში გაუშვა ვერ შეიკავა იმან თავი და შეაგინა და ერთი ფლობელი ციხეში გაუშვა და ეს ორი დადიან ამ სასამართლოში კიდე ფულს ხარჯავენო დაიბრუნონ იმით და ისინი ფიქრობენ ალბათ მოსამართლეთ და ცუდად იქცევა ის მოსამართლე თუ მისვენ ქალბატონო იცოდეთ რომ ძალიან ცუდად იქცევით და მოგეკითხებათ სულ ყველას აბსოლუტურად ყველას მოგეკითხებათ ეგ რასაც ცუდად ჩაიდენ და გააკეთებთ ღმერთი ზევით არის თქვენ კი არ გწამთ ღმერთი მაგრამ ის არსებობს და მოგეკითხებათ სულ ყველას დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი გმადლობთ მობრძანებისთვის როგორც ყოველთვის აი ფარველს მიმართა ხო იცი თქვენი ისტორია ვინც არის ნოტარიუსს რო ფარველობს ვიმძანდებით არ ვიცი რომელი ხართ მან უფროსობიდან 3-4 უფროსიდან რომელი ხართ იცოდეთ რომ ძალიან ცუდად დაგიმთავრდება ცხოვრება აი მუსიდისობის გამო დიდი მადლობა ქალბატონო ასმათ რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი გმადლობთ მობრძანებისთვის საინტერესო საუბრისთვის მე შეგახსენებთ მსახიობი ქალბატონი ასმათ ყაბლაძე იყო სოციალური თემატიკის სტუმარი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ გმადლობთ რომ გისმენთ კი ბატონო ბრძანეთ მე ვიცი რომ ეხლა არ მოეწორებათ ჩემი დღევანდელი საუბარი იმათ ვინც ბრძანდებიან მან უფროსობაში სულ არ მაინტერესებს თქვენი მოწონება არ მოწონება მე ვილაპარაკე სიმართლე მე ვთქვი ის რაც გულიდან მოდის და ჩემი სიყვარულიდან ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის და სიმართლის გულისთვის ადამიანები ღმერთისგან არ ისჯებიან უსინდისობის გულისთვის ისჯებიან ღმერთისგან მე ვიცი რომ ღმერთი ჩემთან არის დიდი მადლობა დიდი მადლობა ქალბატონო ასმათ ეს გახდათ სოციალური თემატიკა ჩვენი გადაცემის სტუმარი ქალბატონი ასმათ ყაბლაძე მსახიობი გემშვიდობებით 2 საათის განმავლობაში ვმუშაობდით თქვენთან ნახვამდის